პროკურატურის ინფორმაციით 2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია. ორ პირს დავით დეკანოსიძესა და თორნიკე კაჭარავას ბრალდება წარადგინება. ამის შესახებ თბილისის პროკურორის გიორგი მიქაიას ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. უწყების თანახმად დეკანოსიძემ და კაჭარავამ გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა მსხვერპლის ძმასთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო განიზრახეს. 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2 თვის წინ ნოდარ მელაძის შაბათმა მოამზადა. კვარაცხელიას დედამ ჟურნალისტს უამბო, როგორ უყურა შვილის მკვლელობას სამზარეულოდან. ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ მკვლელობაში ეჭმიტანილებმა დახმარება ძმებ მიქაძეებსა და ჯოხაძეებს თხოვეს. მოკლული ახალგაზრდის დედა ამბობდა, რომ თავის მხრივ ძმებმა მიქაძეებმა და ჯოხაძეებმა მკვლელობა სავარაუდოდ ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ჩაფარცხეს. 2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 7.65 კალიბრის მქონე, ხოლო დავით დეკანოსიძე ასევე მართსაწინააღმდეგოდ შეძენილი 9 მმ კალიბრის მქონე ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში. გურამ ფანჯიკიძის ქუჩა ნომერ 3 ბ-ში მდებარე გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან და დაახლოებით 20 საათსა და 36 წუთზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა, ქალა ძვლებისა და თავის ტვინის დაზიანებები და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. თორნიკე კაჭარავას და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის მეორე ნაწილის ექვეპუნქტით, ძველი რედაქცია. განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, რაც სასჯელის სახე და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დავით დეკანოსიძეზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.